მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხის საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას ტასენის უკმაყოფილობის გამო სენტ-ეტიენის გასახდელში ვითარება დაიწყება. ამის შესახებ გამოცემა ფუტომერკატოს ჟურნალისტი სებასტიან დენი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით ზურიკო დავითაშვილი და ლუკას ტასენი უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილობას იმით, რომ კლუბი მათ ტრანსფერებს ბლოკავს. ამის გამო კი გასახდელში ძალიან ნეგატიური გარემო შეიქმნება. რამდენიმე დღის მწვანეების მთავარმა მწვრთნელმა ერიკმა განაცხადა, რომ ზურიკო და ლუკა გუნდს არ დატოვებენ, იმიტომ რომ სენტ-ეტიენს ლიგა 1-ში დაბრუნება სურს, რისთვისაც ასეთი ტოპ მოთამაშეები სჭირდება. აქვე გვეტყვით, რომ სტასენი ტრავმის გამო ზაფხულში ჯერ არ უთამაშია, ხოლო ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის პირველ ტურში მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. ტრანსფერმარკეტის შეფასებით ზურიკოს საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა, თუმცა ფრანგული მედია წერს, რომ სენტ-ეტიენი ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. პრესა ზურიკოს რამდენიმე უცხოური კლუბის სახელს უკავშირებს. ყველაზე აქტიურად კი ბეშიქტაშის ინტერზე საუბრობს, თუმცა ოფიციალურ შეთავაზებებზე საქმე ჯერ არ მისულა. ფრანგული გამოცემა Football 1 გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს, რომელიც ახალ სეზონში ლიონის ახალი ლიდერი იქნება. ლიონის ახალი შემტევი ახლა უკვე ლიდერი გახდა, თუმცა ამტკიცებს, რომ ზეწოლას არ გრძნობს. გუნდში გიორგი მიქაუტაძეს მიმართ მოლოდინი უკვე მაქსიმუმამდე აასრულე. ალექსანდრ ლაკაზეტის საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე მისი ადგილი შეტევის წინახალში პირდაპირ შეავსო და ამ განახლებული ლიონის მთავარი ბომბარდირი გახდა. წერს Football 1. კიდევ ერთი ფრანგული გამოცემა ლეკვი პროგრესთან საუბარში მიქაუტაძე სრულიად ეთანხმება იმ პასუხისგებლობას, რომელიც ახლა მას ეკისრება და იმედოვნებს, რომ სეზონი ისეთივე წარმატებით წავა, როგორც წინა იყო. ზედმეტი ზეწოლა? არა, ყველაფერი დაახლოებით იგივეა. ახლა მე ვარ ლიონის მთავარი ცხრიანი, მაგრამ დაძაბულობას არ ვგრძნობ. შარშან ალექსი იყო აქ და მე მხოლოდ შანსებს ვეძებდი, რომ ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა. ფონესკას ახალ სისტემაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბევრი რამ დასახვეწი გვაქვს, მაგრამ ეს ტაქტიკა მომწონს. ფორვარდი გუნდს დაცვაშიც უნდა დაეხმაროს. მით უმეტეს როცა ვიცით, რომ მატჩი აუცილებლად გვექნება შანსები და გავიტანთ. ჩვენ საუბრობთ ყველანაირ ენაზე: ინგლისურად, პორტუგალიურად, ესპანურად, ქართულად, ჩეხურად და წინა სასეზონო სამზადისისთვის ძალიან კმაყოფილები ვართ. მწვრთნელთან ერთად ბევრი რამ დავხვეწეთ. ახალი სისტემებით მოვსინჯეთ, განაცხადა მიქაუტაძემ. აქვე გვეტყვით, რომ ლიონი ახალ სეზონს 16 აგვისტოს დაიწყებს. ლიგა 1-ის პირველ ტურში მიქაუტაძის გუნდი სტუმრად ლანს დაუპირისპირდება. UEFA სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში PSG ტოტენჰემს დაუპირისპირდა და ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი პარიზელებმა 4-3 გაიმარჯვეს. ლონდონელებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს და ტაქტიკურად მეტოქეს თავიანთი თამაში მოახვიეს თავს. 39 წუთზე ვანდერვენმა სტანდარტულის შემდეგ საჯარიმოში დასრებაზე ყველა საჯობა და ანგარიში გახსნა. პარიზელებს კი კარში ზუსტი დარტყმა არ ქონიათ. მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა. ლუის ენრიკეს ნაცადი 4-3 სქემით ამჯერად არ უთამაშია და მათ თამაში ხარვეზები აშკარა იყო. მეორე ტაიმის სტარტი PSG-ისთვის კოშმარული გამოდგა. 58 წუთზე კუტი რომერომ თავური დარტყმით ანგარიში 2-0 გახადა. PSG მატჩის მიწურულს გააქტიურდა. 85 წუთზე ლიკანგიგმა და 94 წუთზე გონსალო რამოშმა ენრიკეს იმედები გაუმართლეს და PSG-მ ანგარიში გაათანაბრა. ახალი წესების თანახმად დამატებითი დრო გაუქმებულია და გუნდებმა პირდაპირ პენალტები დაარტყეს, სადაც უფრო ზუსტი PSG იყო, რის შედეგადაც ისტორიაში პირველად პარი სენ-ჟერმენი UEFA სუპერთასის გამარჯვებული გახდა. შეხვედრის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და საფინალო შედეგზეც ისაუბრა. ლუის ენრიკე: რთულია ამ მატჩზე საუბარი. ჩვენ მხოლოდ 5-6 დღე ვემზადებოდით. ეს დაუჯერებელია. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც ყოველთვის ჩვენს გვერდით არის და შედეგის მიუხედავად მხარს გვიჭერს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ტიტული მათ ვაჩუქეთ. ვფიქრობ, ტოტენჰემი შესანიშნავად გამოვიდა. ისინი ახლა ჩვენზე ძლიერები და უკეთ მომზადებულები არიან, რა ჩვენთვის რთული გამოწვევა იყო, მაგრამ ბოლომდე ბრძოლა შევძელით. არ ვიცი სამართლიანი იყო თუ არა ეს გამარჯვება, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ბედნიერები ვართ ჩვენი გულშემატკივრები.
ფეხბურთელებისთვის. ახლა სრულყოფისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ. მე ჩემი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეც ველოდები. ფრანკი. ვფიქრობ მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ეს ნებისმიერი გუნდისთვის იარაღი უნდა იყოს. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას ამაზე, რადგან ვფიქრობ ეს საკვანძო მიმართულებაა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თანაბრად შეგვიძლია ვეთამაშოთ მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს. ეს არის ის პოზიტივი, რაც ამ შეხვედრიდან მომაქვს. რა თქმა უნდა, გვინდა რომ გუნდი გავაძლიეროთ. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ბევრს მუშაობ, რომ ვნახოთ შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება. ზოგადად შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ. პრემიერ ლიგის პირველი ტური დრო მოსამზადებლად ძალიან ცოტა. მომდევნო 24 საათში იმედგასრუებულები ვიქნებით. პარასკევს უკეთეს კონდიციებში ჩავდგებით და უზრუნველყოფთ, რომ შაბათს მოედანზე მძლავრად გამოვიდეთ. გარდამჭრუნელების განვლილი მატჩი ხუჩამატჩი აფასა და ტიტულის მოგებაზეც ისაუბრა. კვარაცხელია. მოწყენილი არ ვარ, მაგრამ უკმაყოფილების გრძნობა მეუქლება, იმიტომ რომ ჩვენი ჩვეული თამაშის ჩვენება ვერ მოვახერხეთ. თუმცა ბუნებრივია მთავარი გამარჯვებაა და მთავარია რომ PSG-ს კიდევ ერთი ტიტული ჩაეწერება. რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია იმან, რომ მხოლოდ ერთი კვირა ვემზადებოდით. გასული სეზონი ჩვენთვის ძალიან გადატვირთული იყო. ასე რომ დღევანდელი ნაჩვენები თამაში გარკვეულწილად ამის დამსახურებაა. მაგრამ ახლა დიდად ამაზე ფიქრი არ მინდა. მომდევნო დღეებში განვლილ მას გავიაზრებთ. შეცდომებს ვიპოვით და უფრო ძლიერები გავაგრძელებთ სვლას. აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 წელს კვარამ საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და UEFA-ს სუპერთასი მოიგო. გიორგი მამარდაშვილისა და ალისონ ბეკერის კონკურენციაზე არაერთი ადამიანი საუბრობს. გამონაკლისი არც ლივერპულის ყოფილი კარის დარაჟი დუდეკი გახლავთ, რომელიც მერსისაიდულ კლუბს ესაუბრა. რა თქვა დუდეკმა? დღეისთვის ლივერპულს ორი მაღალი კლასის მეკარე ყავს. ამ ხრივ გუნდს პრობლემა არც გასულ სეზონში ჰქონია, რადგან როდესაც შანსი ეძლეოდა კელეჰერი ბრწყინვალე თამაშობდა. რთული სეზონი იქნება. წინ ბევრი თამაშია. არავინ იცის რა მოხდება და ამიტომ ორი კარგი მეკარე გუნდში აუცილებელია. ჩემი აზრით ალისონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ის ლივერპულის პირველი ნომერია. მამარდაშვილს კი შეუძლია ნამდვილად კარგი შემცვლელი გახდეს. მას ყველათვის ება აქვს, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს. კონკურენცია ყველა პოზიციაზე საჭიროა, განსაკუთრებით კი კარში. რა თქმა უნდა, მამარდაშვილს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, რადგან პრემიერ ლიგა განსხვავებული ტურნირია, სადაც თამაში უფრო სწრაფი გახდა. გიორგი ამას მალე მიხვდება. მეკარეებზე გაცილებით მეტი წნეხია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ფეხით უფრო აქტიურად უწევთ თამაში. ამ ხრივ უზარმაზარი განსხვავებაა პრემიერ ლიგასა და მაგალითად ჩემპიონთა ლიგას შორის. იდეალური სიტუაციაა, როდესაც გუნდში ორივე მეკარე მაღალი კლასისაა. ასე რომ თუ ალისონი უმაღლეს დონეზეა, მამარდაშვილიც უნდა ეცადოს, რომ მის დონემდე მივიდეს. მან იცის, რომ ამ ეტაპზე ის მეორე ნომერია, მაგრამ თუ შანსი მიეცემა, უნდა გამოიყენოს. მისი და ალისონის ურთიერთობა ასევე დამოკიდებულია მეკარეების მწვრთნელზე. თუ როგორ მოამზადეს ის მთავარ მეკარეს და გააუმჯობესებს მეორე ნომერს. ჯერჯერობით რაც ვნახე მეკარეებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა და იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება, რადგან ლივერპული ბევრ ტურნირზე თამაშობს და ადრინდელი დრო არაა, როდესაც ერთ მეკარეს შეძლო ზედიზედ ბევრი თამაში ჩაეტარებინა. ახლა შანსი ყველას ექნება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლივერპულმა ერთი ოფიციალური მატჩი გამართა. მერსისაიდელები ინგლისის სუპერთასის ფინალში კრისტალ პალასს დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ. კარში ალისონ ბეკერი იდგა. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, არნე სლოტის გუნდი პირველ ტურში ბორნმუთს მიკლებს. აღნიშნული დაპირისპირება 15 აგვისტოში თარიღდება და თბილისის დროით 11 საათიდან იწყება. ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურში ოთარ კიტეიშვილის შტურმი რაპიდს დაუპირისპირდა და 1-2 დამარცხდა. გრაციელები მომდევნო შეხვედრას რიდის წინააღმდეგ გამართავენ და ვიკინგების მთავარმა მწვრთნელმა მაქსიმილიანმა ქართულ ფეხბურთელზე ისაუბრა. მაქსიმილიანი გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ კიტეიშვილი უფრო ძლიერ ჩემპიონატში არ გადავიდა და კვლავინდებურად შტურმის რიგებში ასპარეზობს. შტურმი ძალიან შეკრული გუნდია. ბრწყინვალე სამწვრთნელო შტაბი ყავთ, ძლიერი ფეხბურთელები დაიმატეს, თუმცა ოდნავ გაკვირვებული ვარ, რომ ოთარ კიტეიშვილის საკუთარ უნარებს კვლავინდებურად ავსტრიის ჩემპიონატში წარმოაჩენს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის საწყის ეტაპზე კიტეიშვილზე რამდენჯერმე დაიწერა. ქართველი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის 3 კლუბს, სანდერლენდს, ბარნლსა და ლიდს დაუკავშირეს, თუმცა შტურმი მისი გაშვების წინააღმდეგია, რაც კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პარესენმაც დაადასტურა. ცნობისთვის კიტეიშვილს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე ეკავშირებს. ტრანსფერმარკეტის მონაცემებით ოთარის საბაზრო ღირებულება 6 მილიონი ევროა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგაუწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.